მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, მიგიბრუნდები სპორტული სიახლეებით განახლებული ინფორმაციებს შემოგთავაზდა სპორტის შესახებ. დღეს არის 13 ივნისი. ჩვენ გეტყვი სანა სოფლიო ჩემპიონატზე დავიწყებთ საუბარს. ვალენსიამ გაანადგურა ბადალონას სული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ძალიან შედეგიანად დაიწყო ვალენსიამ ნახევარფინალური მეორე სერიის მატჩი 30 ქულა ჩაუგდო პირველ მეოთხედში და ბადალონამ მხოლოდ 13 ქულით ჩაგდება მოახერხა. საბოლოო ჯამში ბადალონა 76-90 დამარცხდა და 2-0 იგებს ვალენსიას კი ძალიან ახლოსაა ფინალთან. რაც შეეხება დღეს გასამართ მატჩს ბარსელონა პენერიფე ბარსელონა თბილისის დროის 22 საათზე სპორტი პირველი არხი შემოგთავაზებს ამ პირდაპირ რეპორტაჟს. ალბათ თოკო შენგელია პერიმეტრიდან არ ვიცი, მაგრამ სამწამიერში თოკო შენგელია დაიტვირთება და ბევრი რამე იქნება თოკო შენგელიაზე დამოკიდებული ასევე ბრიზბელაზე, პარკეზე და ენა გომესზე. რაც შეეხება მე მინდა გითხრათ, სოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ ძალიან საინტერესოდ დაიწყო და უკვე მესამე დღეა სათამაშო გადავიდეთ. ეხლა საფეხბურთო თემაზე მოვსაუბარი. რა თქმა უნდა, პირველი მატჩი ვიხილეთ 23 საათზე კანადა ბოსნია. ძალიან საინტერესო თაბეშტილება დამჩა იმის მიუხედავად ბოსნიამ ძალიან კარგი თაბეშტილება დატოვა პირველი სოფლიო ჩემპიონატის მუნდიალი პირველი მატჩი 2026 წლის 1-1 ითამაშა და ორივე გუნდს ერთი ქულები აქვს. რაც შეეხება ამერიკას, შტატებმა გაანადგურა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით 4-1 და ძალიან კარგი ნაკრები ყავს შტატებს, რომელიც გამთენის იყო უკვე დილის 5 საათზე. მოკლედ დღეს გასამართ მატჩებს გეტყვით შვეიცარია, რომელიც 23 საათზე რუსთავი ორი შემოგთავაზდა ფავორიტად მიიჩნევა კატართან. ბრაზილია მაროკოსთან შედარებით პრესში ძალიან საინტერესო თამაშია შესაძლო გამოდგეს, იმიტომ და როგორც ვიცით, ნეიმარს აქვს შანსი რომ მიიღოს სოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა. თბილისის დროის 0-2 საათზე რუსთავი ორი შემოგთავაზებს, ასევე შოტლანდია დილის 5 საათზე გამთენიას ითამაშებს რუსთავი ორი შემოგთავაზებს ამ მატჩს. რაც შეეხება თურქეთი, ავსტრალია დილის 8 საათზე რუსთავი ორი შემოგთავაზებს ამ მატჩს. თუ მოგწონთ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი.